მე უკვე ერთი კვირა ესე დავდივარ, როგორც კი ნათელი გახდა რომ დაცვის სამსახური აქვს პრობლემები სერიოზული და არაფერი ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის ჩვენ ვერავინ ვერ შეგვიძლია გადაადგილებას, ვერავინ ვერ შემიძლია ადამიანებთან შეხვედრას და ჩვენი ფუნქციების შესრულებას. მე ვფიქრობ ზედმეტი დრამატიზაცია ამ სიტუაციის საერთოდ არის საჭირო და სპეკულაციები ამ თემაზე. რაც შეეხება ეხლა ჩვენ მივიდოდით ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში, უბრალოდ მინდოდა ასევე მეთქვა რომ გუშინ გარკვეული გადამოწმება მოახდინეს შემდეგ ბანკებზე რაც ვიმის. ჯერ ერთი მინდა ვთქვა რომ რაღაც ინფორმაციები რაც მე მქონდა წინასწარ საბედნიეროდ არ დადასტურდა და ძალიან წუხვალ თუ რამე არასწორი ვთქვი. მე ნამდვილად ვიცი რომ რუსულ ბანკებს აქვს ინტერესი ქართული ბანკების შეძენის. ნამდვილად ვიცი რომ ერთ-ერთი ბანკი რომელიც დავასახელი აწარმოებს ახლა მერჯერის ესე იგი შერწყმის მოლაპარაკებას ერთ-ერთ ხვილ რუსულ ბანკთან. ეს 100-ია და ალბათ ისინი ამას არ უარყოფენ. და თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ნამდვილად ჩემდაუნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის რაიმე პრობლემა შემეხნა. მე მინდა რომ საბანკო სექტორი საქართველოში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი. და ძალიან ყურადღებით დავაკვირდები, რომ ის მართლა არ ჩავალეს ერთი ქვეყნის სახელმწიფო ბანკების ხელში იმ ქვეყნის, რომელსაც აქვს ინტერესი, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ სრულიად არაჯანსაღი. და სხვა მხრივ, ჩვენ გვექნება მე ვფიქრობ რომ საინტერესო ვიზიტი აზერბაიჯანში, ასე რომ ბატონო პრეზიდენტო, ვინ დაიხო? ბატონო, როგორი დაიხო? აი, სანდრა მიწავს, რა პრობლემა?